თბილისში ზოგადად ძალიან ძიმე ვითარება არის მაღაზიებით, სეილ ოფისებით, ისეთი საზოგადოებრივი მოხმარების ადგილებით, როგორც სუპერმარკეტებია და რომელიც ყოველდღიურად შეიძლება დაჭირდეთ სპინალური დაზიანების მქონე ადამიანს, ინვალიდობის მქონე ადამიანს, სამწუხაროდ უწვდომელი არის და შეუძლებელი არის ამ მაღაზიებში დაუხმარებლად მოხვედრა. ყველა უნდა ჩაერთოს, ალბათ მოვახერხებ ჩვენი აქტივობის შედეგად, რომ ჩავრთოთ ამაში მთლიანად საზოგადოება, რომ ცოტა ამოძვრეთ ამ ჩიხური მდგომარეობიდან. ინკლუზიურ გარემოსთან შესაბამისობაში მოყვანილი არ არის 98% იმ ინფრასტრუქტურის და იმ ნაგებობების, რომელიც ამ ქალაქში არსებობს. არ არის ასევე საზოგადოებრივი მოხმარების ადგილები, არ არის საცხოვრებელი სახლები ადაპტირებული, არ არის საზოგადოებრივი მოხმარების ტრანსპორტი ადაპტირებული. აქედან გამომდინარე, ქუჩაში გადაადგილება ეტლით მოსარგებლეს დღესდღეობით თავისუფლად შეუძლია მხოლოდ დამხმარეს მონაწილეობით, რომელიც მას ხელს შეუწყობს. სხვანაირად ეს ფაქტიურად შეუძლებელია. სამწუხაროდ საბჭოთა კავშირის პირობებში უყურადღებოდ იყო და ეს ძველი აშენებული თბილისი და საქართველო ვერ არის ადაპტირებული, მაგრამ სამწუხარო რაც არის, რომ დღეს დაიწყო რეაბილიტაცია, იხარჯება რეაბილიტაციებზე ფული და რატომღაც ავიწყდება იგივე მთავრობას, ვინც იგივე დონორი ორგანიზაციაც მე ვფიქრობ, რომ როცა დონორი იძლევა ეგეთ რაღაცაზე თანხას, იგივე ის რა ხანხდება, ეს რო გასაკეთებელია, უნდა მიუთითოს შემსრულებელს, რომ ამას მიაქციოს ყურადღება. ჩვენი ორგანიზაცია შედგება სპინალური დაზიანების მქონე ხალხისგან, რომელიც ვქმნით და რომელიც ვწევთ ესეთი მოთხოვნას ვაჩენთ ქვეყანაში, რომ შეიქმნას ინკლუზიური გარემოსთან შესაბამისო გარემო ჩვენს გარშემო, რომ შევძლოთ ყველამ გადაადგილება. ჩვენი იმედი არის და ესე გონია, რომ ეს ჯაჭვურ რეაქციას მოიტანს, ის ყველა მოთხოვნილი, ის ყველა გამოსული, ის ყველამ თავისი მაქსიმუმი რომ გამოიყენოს და გამოვიდეს და მოითხოვოს, მეტი გაკეთდება, მეტის გამოსვლის საშუალება იქნება და ეს ჯაჭვურ პროცესს მოგცემს, რომელიც საბოლოოდ რაღაცას დაამზრაუსებს ამ ქალაქს და ამ ქვეყანას, ამ ხალხისთვისაც გამოსათქმელს გახდა.